სალამი მედანეებო, მე და გიორგი და ბასრი დისკუსიები მოგესალმებით და დღეს წარდგენას მე გავაკეთებ გიორგის ნებართვით. ჩვენ გვექნება თვის სიახლეებზე გადაცემა და ძალიან საინტერესო დანები დაგროვდა ამ თვეში და მოგესალმებით ბატონო გიორგი. ბატონო მიხეილ, გამარჯობა. იცი რა ვიფიქრე? სიახლეებში ახლა ამ ვიდეოს იმიტომ წერთ რომ ეს დანები მოგწონს, ხო? კი ბატონო. და ჩემთვის სიახლეა. კი ბატონო. პირადი სიახლეებს ხო დავდოთ. დავრუნდები ახლავე. მაგ გეთქვა მაშინ რა მოვაქე მეც მოვიტანდი პირად სიახლე. ეს კაი სიახლე მქონდა სხვათა შორის. ახალია რა და ახლა ვიფიქრე. ან ნაჩუქარი სიახლე მქონდა მე. გავსი რაღაცა მე არ მქონია მეგობრებო და ნათან კაროტერსის იმედია სწორად ვიძახი თუ რამე იქნება მივიღებთ შენიშვნებსაც და ამის აღქმა არის საკმაოდ რთული საქმეა. ვაკიზაში სამივე ფოლადზე ეს არის ნამატი ჩემს კოლექციაში და სიმართლე გითხრათ ბოლო დღეებია გახარებული ვარ ძალიან არ ვიცი ესეთი შესრულებით დანებიც კი ცოტა რთული საშუალებელი არის რა და ამ მსგავსი რამე მე არ გამილესავს და ამას გავლესავ ხელით მიხეილ რომ იმიტომ რომ მომცემ საშუალებას სამივე ფოლადზე ამერიკელების არიან და შეიძლება ამ ხელა ლისტი სამივე ფოლადი მარტო ლისტი გიღებს $600 ძალიან მაგარი არის და იცი როგორი ემოცია მქონდა ახლა კაი ზომბი აპოკალიფსები რო არის ხოლმე ხო იცი აი ეგეთი გაწიე მე არ ვარ ზომბი ოღონდ ფლაჭკანი ზომბები რო არ უნდა იყვნენ ახლა იარაღები და რამე რო დადიოდნენ დანარჩენი ამით გაართმევ ყველაფერს თავს დღეს მაჩვენა გიორგემ ამ ვაკიზაშის ტესტი და ჩამომივარდა, ანუ ტიპი ტესტს რო აკეთებს, მე ბლოკებს ეხავს. ხო. და ნუ აი 90 გრადუსზე ღუნავს, არანორმალური რაღაცა. გირაგია ხო ტისკი მქონდა, გირაგში ჩარჭობილი, აი ესე 90-ზე მეტი ღუნავს და ოღონდ განაარტყდება, რო გაასწორებს, ისევ სწორდება და ჩაიმეზე ეს არის ხელოვნება, ყველაფერს და დაიცადე ესეც უნდა გავაკეთო მიშა. ბალანსი აქვს, რა ვიცი, ძალიან მაგარი ბალანსი აქვს ამ ხელა მონსტრი. ანუ ხელში რო გიჭირავს, წინ უკან არაფერი არ გეკაჩება, აი ეს სასიამოვნო ტრიალებს. და მიხეილ, მოდი სანამ საქმეზე გადავალთ. ესეც ჩანართი. მაიცა გავხსნა. მაიცა დავიქინო. მიდი. ცოტა დაბლაგვებული კი არის, გატესტილია სანამ გამოგზავნა. აჰა. მიდი. ესე იგი ტრადიციისამებრ მე რამდენად ხსნი ამას. ტრადიციისამებრ უკვე იმაში მაგ გადასული და სხვათა შორის ბოკერს მივმართავ აქედან რომ ესეთი რეკლამისთვის რაღაცა გვეკუთვნის. ბოკერს მივწერე და ეს ხო in Bavaria რაღაცა გერმანულად. Achtung. ბოკერს მივწერე სიმართლე გითხრა მე როგორ შეულობდი მოუთელს და ეს ხო ორებია რა მებრძოლები იმაში და მეთქი რაღაცა გვერდში დამიდგებიან კანონთა თემაში ხოცდოქს ვერ შეულობდი და მივწერე და არაო მაგაში ვერ მივიღე თუ მონაწილეობასო და ისეთ იმედგაცრუებული ვიყავი რანაირი მებრძოლები. აღშფოთებას კი არ გამოთქვეს ხო? კი. კანონზე არაო და გამოგზავნეს უარი მithres. ხო და მოკლედ სიმართლე გითხრა ეს არის მეოთხე. ერთი დატოვებული არის ბატონ ლევანთან. ეს არ არის ცივი არაღი. ეს ცივი არაღია და მაგის ბედს ბატონ ლევანი რო გადაწყვეტს, ოღონდ ხე მოვითხოვთ რომ დააბრუნონ რა, ის ხის ჩარჭობა მე მომეწონა რა. ხო და ახლა მესმის რომ ექსპერტი ახლა წყვეტს რომ ახლა ხის გარეშეც ბლაგვი არის ამას პარა. ხე დააბრუნონ მე მოვითხოვ და ამ კითხვაში დავუსვა. ხოდა შორის ხესთან ერთად ძალიან საინტერესო იქნება ღორის ხორცი, ან რაღაცა ბატკანი ან რა. ღორის ხორცი. მაგდაგორცოთ ტესტებში მე ექსპერტად ჭრის, სამწვადეს ჭრის. იმიტომ რომ რატო არა? კაი, მოკლედ ნელა წინ მივიწევთ ჩემი აზრით და ამის ბედი არ ვიცი სიმართლე გითხრა რა იქნება. ამის ბედი ყოველ შემთხვევაში ვნახავთ თადარიგი გვაქვს დაჭერილი. სერიოზული მუშაობა მიდის მოკლედ ბოკერები. ჭდებია კალაშნიკოვებით. აბა. კაი. აქვე გეტყვით მეგობრებო რომ გამოიწერეთ არხი და აღწერილობებს მიაქციეთ ყურადღება. ყველა დანა რომელსაც იხილავთ გადაცემაში, აღწერილობაში არის მათი ლინკები, შეგიძლიათ გადახვიდეთ, ნახოთ ფასები და თუ რომელ მაღაზიაში იყიდება, ლესეში თუ მედანეში, ლინკის მიხედვით მიხვდებით. კი ბატონო. აბა გავაკეთეთ. სანამ დანებზე გადავალთ, კიდე ჩემ გვერდზე დავაანონსე და ერთს ვიტყვი რომ მე მგონია რომ აქვს სხვა მაყურებლები ყავს, იქ ბოლოში მინდოდა მეთქვა. ბოლოში გინოდა, კაი, რა მნიშვნელობა აქვს, აჰა. არა, მოახან დაიწყე მაგარი ამბავია და იცნობდნენ დანას თუ რა. არა, მაგარი ამბავია და ბოლოსთვის მინდოდა როგორც მაგარი სიახლე, მაგრამ დავიწყოთ მაგარი სიახლით. დავიწყოთ მაგარი სიახლით. ბევრისთვის ძალიან საპატივცემულო, ჩემთვისაც და ბევრისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი არის დღესდღეობით. ისეთი არ დანებში ალბათ ვინც ოდნავ ცხვირს შეყობს, აი ბრენდს რო წააწყდება ყველგან, იმისი ოფიციალური წარმომადგენლები გავხდით და
სულ მალე benchmade შემოემატება ჩვენს დახლებს და კითხეს იქ პოსტებშიც რომ სად იქნება, სად გაიყიდება მოლებშიც, გაიყიდება ბახტრიჟონზეც. გააჩნია მოდელებს რა. Gold class-იც აქვს, სხვადასხვა მოდელები აქვს, ფიქსებში ცოტა მოვიკოჭლებით, კარგ ფიქსებში და გადავანაწილებთ მოდელებს. მოკლედ ყველგან იქნება სხვადასხვა ვარიანტები. ხოდა, სანიმუშად ეს ჩემი benchmade ერთი სალი მაქვს კოლექციაში, ადრე მქონდა რომ ფიქრობდი ხოლმე ერთი დანა მქონდეს მეთქი, თქვათ ბრენდის, თქვათ ყველა რო არ შევაგროვდა რაღაცას და აი ეს დანა აღმოჩნდა ჩემთან და ძალიან მომწონს, სხვანაირი დანა არის. საყელურებზე რო აკეთებთ, ის კიდევ სხვანაირი ემოცია არის ხარისხენები და მე მგონია რომ მაგაც ანუ ტიტანი ფრეიმი benchmade-ში ძალიან იშვიათად გვხვდება და ანუ თლათ ამ დანაზე ნუ გვექნება სწორება, იმიტომ რომ როგორც წესი ტიტანს და ფრეიმს არ ხმარობს ხოლმე ეს აქტიურად bench-ი, ეს ძალიან გამონაკლისი მაგარი ბიჭი არის ზიბერტის დიზაინით, მაგრამ ნუ მოკლედ bench-ებზე გველოდება მაგარი გადაცემები და ძალიან მაგარი ამბავია, იმიტომ რომ ამ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა ძალიან რთული საქმეა დამერწმუნეთ და კარგია რომ ეს გვექნება. თან გაგვიჭირდა და ეს ვიტყვი კიდევ რომ მუშაობ ბევრს და ბევრი სიახლეები გვექნება. ცოტა მივაყრით ალბათ ერთი თვე და დაინახავ და შემოგთავაზებთ. მოკლედ დანის მოყვარულებს კაი საინტერესო ამბები გვექნება. მაშინ აქვე ვიტყვი იმასაც რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ანუ დაგერზე ვიდეოს, რადგან ძალიან დიდი მადლობა და აქვე მინდა გითხრათ რომ ანუ საკმაოდ ქონდა რაოდენობა ჩამოტანილი, მაგრამ მოლოდინს ანუ გადააჭარბა გაყიდვების ტემპმა და ამ წუთას ფიზიკურად არ დარჩა ეს ძალიან პოპულარული მოდელი. ქარხანაზე ვართ დამოკიდებული შემოკარგებო, როგორც კი ქარხანა გამოუშვებს, ანუ ჩვენს გვექნება საორიენტაციო ეს ზაფხულისკენ იქნება, ასე რომ დაელოდეთ მოკლედ მაგასაც. არის. და გადავიდეთ უკვე დანებზე. გადავიდეთ ამ თვის საინტერესო დანებზე. საიდან დავიწყოთ? ჯეკულფით დავიწყოთ, შუაში დავსვარე. დავიწყოთ. აი ეს ჩემკენ გადმოვდე? კი ბატონო, შენკენ გადმოვდე. მოდი ჩემსაც გადმოვდებ. შენკენ გადმოვდე. ეს მოდელი რო დაანონს და მე ძალიან მომეწონა. აი რაღაცნაირი ქარიზმატული მოდელი არის და ნუ აი ამ დამუშავება მე უკვე მაუცებს hollow grind-ი, ამათი ძალიან მომწონს რა. ეგ არის Diamondback Jack, ბოლო მოდელი არის. ჯეკულზე ეს ვიტყვი რომ პირადად ჩემთვის ძალიან ფასობს, როცა თვითონ ადამიანი არის მოწესრიგებული და სასიამოვნო ურთიერთობის ფასში და ალბათ მსგავსი ჯეკულისნაირი ბენჯამინ ბლეკინზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში. ეგეთი მოწესრიგებული ძალიან იშვიათი და სანთლი საძებარი არის და ერთ-ერთი პატივისცემას რატომაც იმსახურებს ეს ბრენდი, ალბათ ეგ არის რა. წინა ცხოვრებაში ეგ კაცი ალბათ რამე პროტოკოლის სამსახურის უფროსი იყო, ან დიპლომატი, ძალიან მოწესრიგებული ტიპია რა. ნუ ჩემზე მოქმედებს ძალიან რა, ეხლა უარყოფითი ტიპი რო არის ვიღაცა დანის ხელოსანი, იმის დანებზეც ჩემთვის გადადის ის ყველაფერი და იმასაც მე სხვანაირად ვუყურებ ხოლმე. ჯეკულფებს გაგიზიარებთ მეგობრებო, აი ეს არის ვენომი და ეს მე სულ ვიძახ ხოლმე ბევრიდან არ მაქვს მეთქი. ეხლაც მგონია რომ ბევრიდან არ მაქვს მიხელი. ნუ გაცინებს. ხო და ერთ-ერთი რაც მაქვს, აი ეს არის ვენომი, აი ამ შესრულებით, მწვანე ფეტკარბონით და ესეთი შავი და ფარვით. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელი არის ეს და აი ახლა რო გამოუშვეს მაგისი ფლიპერი ვერსიაც. სიმართლე გითხრა, ვფიქრობ ეგეც ხო არ დავამატო. ისე კირინიც რა მაგარი ის უპოვა რა, ანუ ხა ვინ იცოდა რომ ეს ტიტანი არის, პროსტა მაგ სტილში გაკეთებული. არა, რაღაცა ტექნოლოგია crystalite ტიტანი არის. კრისტალტია. всё, გასაგებია. ნახე კლიპსაც იგივე მასალა არის და big space-იც იგივე მასალა არის. უკვე იმდენ იმაშვება კირინიც, მაგრამ ეგ რა მაგარი მომენტია ტიტანი რო კირინიჩი შეგეშლება, ესე იგი ძალიან მაგრად აქვს ტიტანი გაკეთებული რა. ულამაზესი არის. აუცრება. და ამისი 4 ვერსია გვაქვს, შემოგვემატა და ნუ აგეთ ჩემთანაც გაგიზიარებთ ეს მეორე ჯეკულფია, ჩემ კოლექციაში. ეს და Blade Edge-ზე ადრე ჩვენ მქონდა, ასე რომ ლა, სერიოზული ამბავია. ხანდახან მეშლება ხოლმე რომ იმათ დროფი აქვს და ხანდახან ყოფილა შემთხვევები რომ წინასწარ დამედია ხოლმე. ხო. ნუ ინტერნეტური პოპულარულები არა ვარ, თორე გამოშვებოდა ალბათ მაგის გამო გუსაყოდრებენ და მოკლედ ეგ მომენტი არის ხოლმე ხანდახან სხვებზე ადრე გვაქვს. კი, ჯეკულფი როგორც წესი სხვებზე ადრე გვაქვს ხოლმე. ო, ჩამოახოლმეთ იმათ დროფი არის რაღაც თარიღი და ხანდახან გავიწდება იმას არ ველოდებით ხოლმე. ნუ გამოსწორდებით, ჩავდგებით რეჟიმში. კაი, ჯეკულფებზე მოვჭით? გავაგზავნეთ. ეს ნამდვილად კაი სიახლე იყო ამ თვეში და ძალიან კარგი მოდელი არის. ძალიან საინტერესო დანები ჩამოვიდა Spider-Cosi, რომლის უმეტესობაც არის მედანის ქსელში და ნუ ამდენ დანას ვერ წამოვიღებდით ფიზიკურად, ამიტომ ორი მოდელი, რომელიც გიორგისთან რესეში არის, მაგას წარმოგიდგენთ და როგორც გავიგე ძალიან არ გწყენი ამე რომ დავიტოვე. გადმოდი რომელი გირჩევნი ამას.
მე ისე რა ქვია, კადრს გარეთ თუ როგორ ითქმება, ისე ვისაუბროთ რა. ფასი დისკუსია მე გავმართოთ. როგორც აღმოჩნდა ბატონ მიხეილს დიდად არ უყვარს ეს მოდელი. სიმართლე გითხრა, დელიკა მე ძალიან მიყვარს. დელიკა რუსლან კიასოვის გამო არ მეყვარს. კაი. მაგას რო უყვარს, მაგის ჯინაზე არ მეყვარს. მაგას უყვარს. არა, ბიჭო, იცი რა არის ტვინსბურგავს რო ერგონომიკის ეტალონიაო და ერგონომიკის ეტალონი არ ვიცი მე რანაირად არის დელიკა. კარგი დანა აკაცო. არ ვიტყოდი, მაგრამ მე არ ვიტყვი. მე ვთქვი რომ პრასტოი დელიკას მირჩევნია რაღაცა და. ხო და მე კაი გასაგებია. მე რა ვიჭიდავთ. ხო და მოკლედ ერთი ეს ცოტა იშვიათი არის ტიტანის ტარზე და დამასკურით აი ულამაზესი არის. ცოტა კი არა ძალიან იშვიათობაა ვაფშე ტიტანი სპაიდერკოსთან ავტომატურად არის საკოლექციო ნივთი. და ძალიან იშვიათად უშვებენ ტიტანს რა. დამასკურით და ფასიც სიმართლე გითხრათ ცოტა დემოკრატიული აქვს 800 ლარის ფარგლებში არის. კი ბატონო. პირდაპირ საკოლექციო ნივთია რა და ეს კონკრეტული კიდე აი ჩვენი ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი Dragonfly, რომელიც არის აი ესეთი სერიით, ტატუ ქვია ამ სერიას. ნუ ჩემი აზრით არის რაღაცა იაპონური მინიმალიზმის რაღაცა საოცარი გამოხატულება არის, აი სუპერ დანა არის და სუპერ ნახატით რა. კი ბატონო. ნუ თლაც სიახლე და ის არ არის, მაგრამ უბრალოდ იმდენად თუ გვიჭირს შოუნა, თუ ჩავარდნები გვაქვს ხოლმე და მე კიდე ეს მოდელი სულ მინდა რომ მქონდეს რა და კაი რამდენიმე და მაგარი რა. ბოდიში ცენზურისთვის ბოდიში ვიხდი შემოკარგებო. ისა. ხო, ნუ ჩავარდნები გვაქვს ხოლმე რა და რამდენიმე თვე არ ქონია და ჩემი აზრით აი Dragonfly მართლა მიყვარს. მაგრამ მიყვარს ძალიან. ნუ დელიკას მიჩევნია Dragonfly სიმართლე გითხრა და ეს ვერსია მით უმეტეს. მოვაძრე გიო? მე მოვაძრე, ხო? მოვაძრე. დავაბრალა მაინც. კაი, გადავდეთ. მომე გავაკეთე. დავაკრა, არ მინდა დავაკრა მე. მოდი მაიკროტეკებზე გადავიდეთ. დავუშვი. მე მაიკროტეკებს საერთოდ იშვიათად ვწყალობ ხოლმე, მაგრამ აი ძალიან მომეწონა ეს ვერსია გულწრფელად. ესე იგი ეს მოდელი ყველამ კარგად ვიცით თავისი რამლოკით და ესეთი კამუფლირებული მოდიფიკაცია, რა ვიცი, ჩემში დიდად არ მეყვარს ზოგადად სამხედრო თემატიკა, მაგრამ აი, რა ვიცი, მართლა ძალიან მომეწონა და ფასიდან გამომდინარე, ესეთი ინსტრუმენტი მაიკროტეკის ხარისხის ბრენდით და აი რაღაცა 650 ლარის ფარგლებში არის ჩემი აზრით ხელიდან არ გასაშვები ვარიანტი რა. ნუ ამ მოდელზე თუ ეს ახალი ვერსია არის და ძალიან ლამაზი ვერსია და მეც მომეწონა და თვითონ დანაზე თუ ვისაუბრებთ, ნუ უჩვეულოდ იაფი არის მაიკროტეკისთვის და საერთოდ ბევრად უფრო დაბალწონიანი ბრენდებიც რო ავიღოთ, ნუ M390-ზე და ასე შემდეგ ძალიან კარგი ფასში მოახერხა. რამლოქს იმ დღეს კარგად უყურეს ხოთა შორის ჩაუჯექი და ესე იგი აი ეს პრინციპი რა, როდესაც ზამბარა იდეაში ერთი არის, просто ორივე მხრიდან აწვება, ანუ აქსის ჯობია. ანუ მაიცა. ანუ აქო ერთია ზამბარა. ხო, კი. და просто ეს უიდედა, კარგად გავიჭერი ხელი. მადლობა. სანტავიკები გვაქვს. გვაქვს, სად გვაქვს? სულ კარგად გავიჭერი. კაი, გავაგზავნებთ. გავაგზავნოთ, არა უშავს, არ დააპაუზო, არა, პირდაპირ ეთერში ყველაფერი, სად გვაქვს სანტავიკი? მოძებნა დამჭირდება. მაშინ მათხოვე ერთი წუთი. ეს არის პროფესიის სკვერპლი. გითხრა ჩემი პროფესიული ნიშანი ერთ-ერთი. კაი, იყოს არ მინდა სანტავიკი. აბატონო. ჩემ პროფესიული ნიშანს გეტყვი რა, ახლა ტაქსისტებს ვთხოვთ ხოლმე ხელი გაზაგურული. მე მოგს ხელი გაპარსული. ო, ეგეც არის, მაგრამ აღარ ვაკეთებ, იმიტომ რომ ისე მქონდა ერთი პერიოდი, რომ გავუშვი. ხო, უბრალოდ ცალდანაზე ერთ წელს ვჭრი, ერთ წელს მას. ეხლა რა იდიოტური შეცდომაც დაუშვი, აი ყველას იქით ვთხოვ ხოლმე, რომ ეგეთი რამე არ გააკეთო. როდესაც დანას კეცავ, თითები არ უნდა გქონდეს არავითარ შემთხვევაში გაერთე რა საუბარში მე კი ბატონო, გავერთე და დავისაჯე საკმაოდ კარგად რა. გავაგრძელოთ მაიკროტეკის თემატიკა და აი უმაგრეს ფერში ორივე ერთად უნდა წარმოვაჩინო. ესე იგი, ჰერა 2 და ლუტტიც 2, ხო? კი ბატონო. ესე იგი, ღვინის ფერი რა. არა, მესამე ჯენერაცია. მესამე, ბოდიში. ღვინის ფერი, ანუ ჩემი აზრით არის ძალიან ეფექტური. მე არ შემხედრია აქამდე სხვათა შორის აი ამ დაგვარი წითელი დანებზე რა, ანუ სხვა დანებზე? ხო, ამას მერლოს ეძახიან რა. მერლო, კი, კოდი მერლოს ეძახიან, კი ბატონო, ანუ მე ღვინო არის მერლო, ვინც არიცით და იმის ჯიშია, კი ბატონო, ფრანგული და მაგის და რა ვიცი, ქართულ მეღვინეებსაც გირჩევთ, რომ უკვე ესეთი თემაა რა, სტატუსის თემაა რა, ეხლა კაი ღვინო რო გაქვს და ნუ ჰერა ნაკლებად, მაგრამ ლუტტით მოადგები და
ღვინოსთან ერთად რაღაცას რო ჩამოჭრე, ძალიან ეფექტური რაღაცაა რა. ნუ ჰერა არ მქონია მაგ-ფერში და ძალიან ლამაზი გამოვიდა და შევუკვეთე, იმიტომ რომ მეყვარს ეს ფერი და ამ ლუდის შემთხვევაშიც კიდე ერთ-ერთი პირველი ეს ვერსია თავდება ხოლმე და სულ ვცდილობ რომ ესეც გქონდეს, ძალიან ეფექტური ფერი. ძალიან ლამაზი ფერი არის. მოდი კიდე ერთ ახლა მომივიდა თავში აზრად. კარგია, აბა, გავაღოთ, გამოვაფრინოთ. ხო, აი სამზარეულო დანებით შევავსე, გვეუბნებოდნენ ხოლმე რაღაც სარიელია უკანო და ვერ აკეთებენ იმდენს ახლა ეს ხალხი. სამზარეულო დანები იმდენად ექსკლუზიური ნივთებია, რომ სიმართლე რო გითხრათ, ცალკე გადაცემაც არ ჩავწერეთ მაგის გამო. სკარაბი, სკატი და Baker Forge-ის ესეთი დამასკური პირით. ეს არის მარფიონეს სელექტი. და სიახლეში ვიტყვი, რომ პირველი მარფიონეც ქონდა და სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს, უკვე გაიყიდა და პირველი მარფიონე არის და ჩემთვის რაღაცა ის უბრალო ფაქტი არ არის, რომ მარფიონე გავყიდეთ და შემდეგები გზაში არის უკვე ნელა ვზდით არჩევანსაც და ესეც არანაკლებ მარფიონეს კაი ოპელ ვექტრას ფასი არის, მაგრამ ისეთი რამეა, რომ ჯობია ეს კონდეს ვიდრე ოპელ. ზუსტად არ მახსოვს 6-ის პარაგლებში არის, მაგრამ ესეც სალსახად სათქმელი არის აი. გახსენე დაკეტე ერთი. ხელში არ მაჭერია. ეს მგონი რომ ხმები ცხონა რა, რატო არ გაჭერინდებ? სხვა აქვს, სხვა აქვს. მეც ეგრე მგონია. რაღაცა სხვა ხმა აქვს. სხვა ხმა აქვს, რა. ნუ შემარცხენ მიხეილ. კაცუნებს რა რაღაცა. აბა გავჩუმდეთ. კარგი. ნუ არ დაკეტვისას მართლა სხვა ხმა აქვს რა. შეიძლება გახსნას იგივე აქვს რა. კაი, დავაბრუნებ. სანამ გადავალთ ახლა ისევ შენდანებზე, მოდი მინდა ასევე ყველასთვის კარგად უკვე ცნობილი ბიუჯეტური ასე ვთქვათ სეგმენტიდან real steel საკრა დაგვიბრუნდა, რომელზეც მე ვიზახი ესეთ რაღაცას, რომ თუ ადამიანს სჭირდება ერთი დანა და არ აქვს პრეტენზია რაღაცა ძალიან განსაკუთრებულ გემოვნებაზე და ვთქვათ ასე შემდეგ, ეს არის იდეალური ჯიბის დანა, როგორც გამძლეობით, ისე გეომეტრიით, ანუ დანა, რომელსაც აქვს ჭრაც, შეღწევადობაც, წვეტიც, ძალიან მაგარი კლიპსა და რაც მთავარია, აქვს ესეთი მთლიანი ინტეგრალური ლაინერი, რომელიც პირადი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ძალიან კარგი რამეა და აქვე დავამატებ, რომ real steel-ის დანები არის შაიბებზე და ამ საფასო სეგმენტში ესეთი დანები იშვიათად არის შაიბებზე. ხაზე აფრიცია ვლაპარაკებ, მართლა შაიბებზეა. შაიბებზე. გავარკვე მაგას. რაღაცა უცნაურად ტრიალებს მიხეილ. გავარკვე. კაი, გავარკვე მაგას. გავარკვე. და უცნაურად დაფრინავს. გერ არის შაიბაა შიგნით რა. დახურული ხო არ არის? გავარკვეთ მაგას მე. ნუ არ დამიშლია, მაგრამ თავიანთი ეხა თუ მაგას იტყუებიან და მე აღარ შევაქებ, მაგრამ არ ამგონია. აი ეხა real steel-ის მეორე მოდელი უნდა გაჩვენოთ, რომელიც აი ვიდეო ჩაწერილი მქონდა და არ დავდე, იმიტომ რომ ზედმეტად ლანძღავდი სხვა ბრენდებს და რაღა დაგიმალოთ და თლათ კომერციულად სწორი არ გამოდიოდა რა. ძალიან ემოციური ხალხი ხანდა. ეხლა ეს დანა შევადარე რამოდენიმე სხვა ჩინური, ასე ვთქვათ, ანალოგიურ დანებს რა. იმდენად მაღალი ხარისხი აქვს და იმდენად მაგარი მოდელი არის Real Steel Pathfinder. მისი დანიშნულება არის დამხმარე სანადირო დანა და ესეთი სალაშქრო დანა. აი არ ვიცი, ძალიან მაგარი ფინიშია, ძალიან მაგარი დიზაინერია ივან ბრაგინეცი და ეს მოდელი გამოდის ორნაირი, ასე ვთქვათ, გრინდით რა. ეს არის ჩვეულებრივი flat grindy და არის სკანდი grindy. ჩვენ ამ წუთას სკანდი არ გვაქვს და დარწმუნებული ვარ გვექნება სკანდიც და ის კიდე უფრო საინტერესო არის. აბა ნახე. რო არ მიყვარს სკანდები? ნუ არ გიყვარს, მაგრამ საინტერესოა ძალიან. კაი. მაგრამ გვექნება. გვექნება, რატო არ გვექნება? კაი. ყველაფერი ჩვენ სიყვარულზე ხო არ იქნება ბატონო გიორგი? აქ გქონდა ეგეთი კომფორტი და ნუ ნელა გამოდივარ კომფორტის ზონიდან. აღიარა რომ ანუ თვითორადანების უყარდა მარტო იმ დანებზე არ არის ზვა ხალხს პატივი უნდა ვცეთ. კი ბატონო, ხო ვითვალისწინებენ. ეს შაიბებზეა. ეგ შაიბებზეა, კი. კაი, გეტყვი. მაგაში ეჭვი აღარ გვეპარა. არაფერი, კაი. და ეხა ეს დანა ღირს 220 ლარი რა და ეხა 220 ლარი. კაიდან ავი. ეს ახალი მოდელია, ნუ ახალი მოდელია, კი. ახალი მოდელია. მეცე ქვემოდან ახლა მე ვხსნი ყველა მხრიდან. ეს ქვემოდან რანაირად გახსნი? აი მართაცია ვარ. ანუ სამწადით გახსნი იმ ბურთულაკით ხა? მეთქი ამ ხელის ჩანაჭრელი. აი ვაგით არც მიფიქრია. ხო, ნუ ვაგით არც მიფიქრია. კაი, არა, ძალიან კაიდან არის. კარგია. იმას მიჩემია. იმის მუღამში შენ პროსტა ვერ იმასქენი რაღაცა, გული ვერ დავუდე რა თორე მე ძალიან მევასება რა. კაი. ეს კარგი არის. მომწონა.
კარგი ბატონო, დღეისათვის ბიუჯეტური სეგმენტი მეტი არ გვაქვს, კი ბატონო, და გადავედით იმ დანებისკენ, რომლებიც მე განსაკუთრებულად მიყვარს და მოდი ორი შენ, ორი მე. ამოირჩიე რომელი ორი გინდა. მე ამას გადავდებ. ვინ არის მაგის ავტორი? ვისკერს. ვინ ვისკერს? რა ვინ ვისკერს? აბა რატო გადადე მაშინ? კაი, გადმიან. მე მომწონს დანა გამოვიდა. ხარაში, მაშინ აი გადმოდე და გისმენ. მე ამ დანაზე ბევრს არ ვისაუბრებ. ცოტა ისაუბრე, მიდი. ანუ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე აი დანას რო ავიღებ ხელში, აი კაი ემოცია რომ მომწონს. კი ბატონო. და ეგეთი დანები ბევრი არ არის. ნამდვილად. ეს დანა არის აი ისეთი, აი შეიძლება დამქონია ხოლმე აი გრიმსმოზე რომ აქვს ხოლმე რო ავიღებ ხელში რო იღებ რაღაცნაირად რო სიამოვნებს, რაღაც სასიამოვნო ნივთი გიჭირავს. აი ამ დანა მომცა ემოცია. პლუს მაგასთან ერთად ძალიან მომეწონა, რომ აი ეს გახსნის მექანიზმი. გავხსნათ? გავხსნათ. ეს არის bolster lock-ი. და აი ესეთი მექანიზმი მეგობრებო, აი bolster-ი უნდა გადმოიწიოს აქეთ და ეგ არის ჩამკეტი მექანიზმი და ეგრე იხსნება. აი გახსნით სასიამოვნო, სიმართლე გითხრა არ მიყვარს ძალიან რაღაც თოფები ვით რო იხსნება ხოლმე, რომ დაძაბული რომ უნდა ხსნიდეს. შედარებით რბილად იხსნება. ეს დავაყოლებ კიდევ. კარგი არ არის ეს, მაგრამ ავტომატურ დანებში ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ლუფტები. ვერტიკალურიც და ჰორიზონტალურიც და სამწუხაროდ ისე გავრცელებული არის მაიკროტეკებშიც და პროტეკებშიც, რომ რაღაცა დონეზე, როგორც კითხულობ და ჩემი გამო ნორმად ითვლება. ანუ 10-დან 5-ს უმცირე პატარა ლუფტი აქვს ნორმაა. სტილეტოებზე. პირდაპირ ნორმაა. კი ბატონო, ხო, ნუ კარგი არ არის, მაგრამ სამწუხაროდ ნუ ესე არის ჯერჯერობით ტექნოლოგიები, ახლა მომავალ შეიძლება წიწავიდეს. ახალ ლუტებზე სიმართლე გითხრათ, ცოტა ისე არის, რომ რაღაცა უფრო მყარად მეჩვენება ხოლმე ახლები რა, მაგრამ დანარჩენები რაც არის სოკომელიტებზეც და სხვადასხვაებზეც მოკლედ ძირითადად ეგეთი ლუფტებით არის. ამაშიც პატარა ვერტიკალური ლუფტი შევამჩნიე რომ აქვს, მაგრამ ნუ ეგ ჩემთვის მაგათ ჩაიბები არა აქვს, სხვა სიტუაციაა და ნუ იმდენად მომეწონა დანა სიმართლე რო გითხრა რომ მაგებსაც შეგუებული ვარ რომ იდეალური არაფერი არ არის რა და ეს არის ალბათ ერთ-ერთი იდეალური იდისი დანა თავისი ზომიდან გამომდინარე, მექანიკიდან გამომდინარე, კომფორტულობიდან გამომდინარე და თავისი პირდანაც გამომდინარე. აი და ორი სიტყვა მათქმევინე. ესე იგი, პროტექს აქვს თავისი ხაზები, მოდი ასე ვთქვათ, არის ჩვეულებრივი ხაზი და აქვს რაღაცა custom-ი და აქვს კიდე საკოლექციო custom-ი. კარგი. ყველა მოდელს აბსოლუტურად უკეთებენ ხოლმე ამ საკოლექციო custom-ებს, მაგრამ როგორც წესი, უკეთებენ ერთ ან ორ მოდიფიკაციას. რა, ვისკერს აქვს იმდენი მოდიფიკაციის საკოლექციო. ეს. ადამიანს მეკითხები, ვინ არის? არ გეტყვი. იმდენი მოდიფიკაცია გაკეთებული და იმდენჯერ აქვს მოგებული blade shows, რა ქვია იმას, წლის საკოლექციო ნივთი, რომ აი მხოლოდ კრიზრივთან თუ მოვალ კონკურენციაში, რა, იმიტომ რომ ან კრიზრივი იგებს ხოლმე, ან პროტეკი, რა, მაგ ჯილდოს როგორც წესი, რა და. უბრალო მოდიფიკაციით კიდე 2 წელზე მეტი არ გამოუშვიათ. იმიტომ რომ რამდენსაც უშვებდნენ, იმდენს ყიდიდნენ და როგორც ჩანს, მაგ დროს სხვა მოდელები ცოტა იჭრდილებოდა ხოლმე, რა და იმდენად ეფექტურია ეს გახსნის მეთოდი, რომ არ ვიცი, რა ფასით ძალიან მისაღებია, რა, სადღაც 800 ლარის ფარგლებში არის, როგორც ვიცი. აქ და არაფერი, რა. ვისკერსი არის მარკ ალენის ზედმეტსახელი, ანუ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია მაგ ადამიანს, მაგრამ მარტო ეს რო გააკეთა, მაგითო არის ძალიან კარგი და გააკეთო და კარგი ჯობია. კარგი გაარტყა, კი ბატონო. ძალიან მაგარი დანა არის, მოკლედ მეგობრებო. ჩემ ხარეს ეს დანა ჩვენ გვქონდა custom მოდიფიკაციით. ეს დანა რომ გამოვიდა, ძალიან ხმაურიანი ამბავი იყო რა, იმიტომ რომ იშვიათად არის, როდესაც ისეთი პირდაპირ ხმამაღლა ვიტყვი, ქედმაღალი დიზაინერი, როგორც დიმიტრი სინკევიჩია, ვინმესთან ერთად აკეთებს კოლაბორაციას. მე მიმაჩნია, რომ გენიალური დიზაინერია, მაგრამ ამავდროულად, ნუ ცოტა ზედმეტად ქედმაღალი და რაღაცეები კიდე არ მომწონს, მაგრამ დანები არის გიждები მის დანებზე და პროტექტთან ერთად გააკეთა დანა, რომელიც მე ვთვლი, რომ არის გენიალური დანა. ამის აღქმა იოლი არ არის, ეს რომ კარგად დაამუღამო, ნუ არ ვიცი, ალბათ რაღაცეები დანებში უნდა გესმოდეს რა, იმიტომ რომ ხაზები და სიმეტრია აქვს, ნუ აი ვიცი, საოცარი რა. ჩემთვის ძალიან დახვეწილი მოდელია და გამიხარდა რომ ეს მოდელი დაგვიბრუნდა და სახელით სინკევიჩური აქვს რა, ოლიგარხი ქვია. ამ მოდელს და მოკლედ ვისაც გინდათ ან ოლიგარხობა, ან ოლიგარხთან
вообще ჯიბეში რო ოლიგარქი გედოს ძმაო ჩაისვა შეგიძლია ძალიან მარტივად რა აგერ სიმართლე გითხრათ დანაშიც რაღაცა ეგეთ სახელი რო აქვს ეგეც მოქმედებს მაგრამ რაღაცა ეგეთ რაღაცა ღირსეული დანა არის რაღაცა დასტოინი კი დინჯი რაღაცა არის ესეც ფანერი დანა არის ძალიან მაგარი მოდელი არის და მოდი გადავიდეთ შემდეგზე მაშინ ეგ ბოლოს მოვიტოვოთ ბოლოს მოვიტოვოთ კაი მეტი დაიჭირე ვიცი რომ შენ გინდა დაიჭირე ახსნა კიდევ დავაი დონ გავხსნა დონ აბა მეტი პროტეკის დონ მეგობრებო და ნუ ძალიან გამიხარდა იმიტომ რომ ტაციაობა იყო ამაზე არაკეთებდნენ რაღაცა პერიოდი და 2 წელი შემხვდა მხოლოდ 5 წელი მქონდა ჩაგდებული შეკვეთაში და ნუ გადაანაწილეს და 2 წელი შეხვდა და ძალიან გამიხარდა რომ ეს მოდელი ჩამოვიდა გავხსნათ ნუ ეს თლათ უბრალო ვერსია არ არის აქ Mother of Pearl გვაქვს ღილაკი და ნუ იტალიური და სტილეტოს სტილის მოყვარულებისათვის ალბათ ერთ-ერთი ნუ ყურად მისაქცევი დანა არის ნამდვილად და რაღაცა იმ ოჯახისაგან არის ესეც რა დონისგან Godfather-ი და Godsani არის ნამდვილად Godsani და ესეთ დონ ხო და ნუ ყველასთვის ალბათ შეიძლება ისეთი არ იყოს ძალიან განსხვავებული დანა არის სუფთა ფრთებიანი გარდა არის დამახასიათებელი ძალიან კლასიკური იტალიური სტილეტოების ბაიონეტია პირი ხო ბაიონეტია კი ბაიონეტია კი ბატონო და აი ესეთი საინტერესო სიახლე გვაქვს არ ვიცი რამდენი ხანი იქნება კიდე საერთოდ პროტეკების შოვნა ცოტა განსხვავებულია არ ამგონია მარკეტინგი ქონეთ ეგეთი ზოგს აქვს რომ რაღაცა ბაზარზე ქმნის ხოლმე რაღაცა ხო ძალით ქმნის როლექსივით არაკეთებენ ნამდვილად მართლა ალბათ წარმოების ზღვარზე მუშაობენ ერთი თვე ერთ მოდელს გააკეთებენ, მერე შემდეგზე გადააწყობენ და ის რამდენიმე თვე შეიძლება აღარ იყოს სუპერ ერთგული მომხმარებელი ყავს პროტექს. კი ბატონო. და ალბათ ეგეც არის. აჰა, შენს გახსენდა დაგკეტე მიხარ. მოკლედ, მეც იმას ვიტყოდი, რომ მინიმუმ წელიწადნახევარია ეს მოდელი ჭირს ძალიან. ყოველ შემთხვევაში ფართოდ ნამდვილად არ იყო, მე არ შემხვედრია არსად და როდესაც ესეთი მოდელები ხდება, იცი რა, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ რაღაც ჩვეულებრივი ამბავია რა და არ არის ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ადრე იყო ესეთი სიტუაცია რა, გამორჩეული დანა რო გინდოდა, მაგარი ჩალიჩი გიწევდა რა და ეხლა როდესაც პრობლემა ფულია ამ შემთხვევაში და თუ ეს პრობლემა ადამიანს არ გაქვს სხვა პრობლემებს აღარ აწყდები რა, მოდიხარ ყიდულობ მარტივად რა და ხო, მაგრამ მაინც ის რამდენი დანა არის რომ აღარ მაქვს. კი, აი გახსნის დღიდან ალბათ ერთი რამდენიმე ასეული მოდელი შეიძლება იყოს ძალიან კაი მოდელი, რომელიც რაც ნუ აღარ შოულობ აღარ გამოჩნდა აღარ დამთავრდა რა. წყდება რომ აღარ აქვს, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგები იყო. ერთი ფინჩი გამახსენდა ეხლა. კი ბატონო. ფინჩი რო გქონდა. კი ბატონო გამოვიდა ფინჩი. არის ისე შევება, აი ძალიან ცოტა ხანია რაც გამოვიდა. ბუფალოთუსი? კაი, შევეცდები აუცილებლად ჩამოვიდა. ერთი ორი კვირაა რაც ვნახე. ხო, იმიტომ რომ კაი ხანი რა ნახევარ წელზე მეტია ისე სხვა ფინჩებიც საინტერესოა, კაი რამე თქვა სხვათაშორის. ერთი 2-3 ფინჩი შეიძლება. კაი, გადავხედოთ. გადახედე. ის მართლა ძალიან მაგარი. ბუფალოთუს ძალიან მაგარი იყო. კი. კაი, ვისაც შეხვდა გულგრილი არც ერთი არ ყოფილა. და დღეისათვის კულმინაციური მომენტი, ესე იგი ეს მოდელი მეორე, ასე ვთქვათ, ხის ტარიანი შესრულებით ნანახი თქვენ გაქვთ და კარგად დააკვირდით რა. აი, რაღაცა უდახვეწილესი კარბონით გააკეთა, საოცარი ფინიშით, პროტეკმა და ტერზუოლას ერთობლივმა, ასე ვთქვათ, კოლაბორაციამ, ნუ საოცარი მოდელია რა და ამ წუთას ისე გაგვიმართლა, რომ მაღაზიაში გვაქვს ორივე ვერსია. და ესეთი სალი შეხვდა ეს. მეტი არ შეხვდა. ეს ეხლა რომ გამოვა ვიდეო, დიდი ალბათობით აღარ იქნება. ხო, მაგრამ გრაინდი ხელით არის მიშა ეს კასტომი არის, ეს არის მაიკ აირის გრაინდი არის. ძალიან ლამაზი გრაინდი. ძალიან ლამაზი გრაინდია. კი, ძალიან ლამაზი. მართალია, კარგად გალესავდა. მართალია, რა ქვია, ლევანი და უჩა უკეთესად აკეთებენ, მაგრამ ძალიან მაგარი. არც შენ ლევანი და უჩა? ლევანი და უჩა არის კრებითი ისეთი ტიპები რა, რომელიც ყველაფერს უკეთესად აკეთებენ. ანუ რაც გინდა დადო, კომენტარში რო დაგიწერენ, მოიცი? ლევანა და უჩა უკეთესად აკეთებენ რა. ხო, ამ კომენტარებში კიდევ ნუ გადამეკიდეთ ვიღაც ებს გეუბნებით. ანუ ამას ვაკეთებ, აი ეხლა უნდა ორწამიანი ვთქვა რა. მევასება დანები. პირველ რიგში და მთავარი მუღამი ეგ არის, რომ დანებით სიამოვნებას ვიღებ და მინდა რომ ჩემი აზრით რაღაცა თქვენს გაგიზიაროთ ინფორმაცია რა. დანარჩენი, ანუ ჭკუას არასდროს არავის არ გასწავლით და მაგრად გთხოვთ, რომ თქვენც თავი შეიკავეთ და ერთმანეთთან ისეთი, რა ქვია, კომუნიკაცია გქონდეს ისე რა ჩარჩოებში რა.
всё, მორჩი. თორე მე იქნება ცუდი პასუხი. ორივენი ემოციურები ვარ და ხან მევაწყნარებ მიშას. ხო, ნუ მიშა მაწყნარებს. არ მეგონა თუ ოდესმე ამას ვიტყოდი, გულწრფელად ვიძახი, მე მსხვენია, რომ სხვებს დავცინოდი, რომ Facebook-ის გამო ნერვები როგორ გეშლება და რა. ბიჭო, ნუ ისეთი ტიპები გამოხტებიან, რომ აი არ ვიცი რა. ჩემი მიშა არ ჩემი მიშა და ნუ მინევიულებ. და აი ამ მაგარ ნოტაზე, მოდი, არ ვიცი. ძალიან მაგარ დანებს განახებთ, ძალიან გაგვიხარდება. თქვენს თუ განახებთ და კომენტარებში გაგვიზიარებთ. ასევე იმ დანებს თუ განახებთ, რომელიც ჩვენთან შეიძინეთ და აღარ არის დღეს გაყიდვაში 10 მაგარ გვესიამოვნება რა. გამოიწერეთ არხი მეგობრებო. ამ ტიპის გადაცემა იქნება დღეიდან უკვე სტაბილურად იქნება, ანუ თვის სიახლეები და კი რუბრიკასავით იქნება, იმიტომ რომ საინტერესოა ჩემი აზრით და მივცეთ ამას ისეთი სახე რა, სტაბილური რა. ნუ დაწერო აზრი. ხო, თქვენს დაწერეთ აზრი, თუ თვლით რომ ამ ტიპის რუბრიკა დაგაინტერესებთ, დაუთმოთ, მივცხებთ. თუ არა და სხვა რაღაცებს გავაკეთებთ. აბა, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა და მომავალ ვიდეოებამდე. კარგად.